Ჩვენ ორ მოთხოვნასთან დაკავშირებით პირველად დიდხანს არ გავჩერდები, იმიტომ რომ რისკებთან დაკავშირებით თუ სად ვიქნებით, ნიკამ საკმაოდ კონკრეტულად ახსნა. მე გავჩერდები უფრო მეტად ალბათ ლეგიტიმაციის ნაწილზე, რომელიც ავტომატურად უკავშირდება არჩევნებს, იმიტომ რომ საზოგადოებას მინდა აუხსნა, რომ ლეგიტიმაცია არის ნდობის ფაქტორი, რომელ შემთხვევაშიც იურიდიული დასაბუთება ამ დროს მეორე ხარისხოვანი ხდება. რა თქმა უნდა, ბიზნესისაც ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ნებისმიერ წარმატებული ბიზნესი კოლეგებმაც აღნიშნეს, ნდობაზე დგას და ლეგიტიმაციის მიღება ესე მარტივი არ არის. ის წამოწყება, რაც ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ და ჩვენ გვინდა რომ არა მარტო ლეგიტიმური ყავდეს მთავრობა, არამედ ლეგიტიმაცია გვინდა ბიზნესშიც. მე მინდა ვიცოდე ვინ დღეს ვის რა აღელვებს. მე მინდა დავინახო თუნდაც ამ ორ მოთხოვნაში ვისი პოზიცია რა არის და მე აქ მეორე საკითხია საზოგადოებას საინტერესებს და მინდა რომ იმ დასაქმებულებს ბიზნესში მათ უფრო მეტ თავისუფლება აქვს ვიდრე საჯარო სექტორში დასაქმებულებს. მოკლედ ჩვენი კომპანია სერვის გავცემთ საერთოდ 1600 თანამშრომელი მყავს და მე ვერ წარმომედგენია წარმატება გუნდის გარეშე. ანუ ჩემი ინტერესი თუ გუნდის ინტერესი არ ემთხვევა, მაშინ მე წარმატებული ვერ ვიქნები და თუ შემთხვევაში თუ კომპანიას არ აქვს სწორი პოზიცია, მაშინ დასაქმებულებს აქვთ საკმაოდ დიდი ძალა, რომ დაარწმუნონ იმ ძირითად ღირებულებებზე, მე აქ ბიზნეს დეტალებზე არ ვსაუბრობ, რომელიც ქვეყანას იმ შემთხვევაში თუ ესე განვითარდა სიტუაცია როგორც დღეს არის, კატასტროფული ზიანის მიაყენებს და ისევ დაუბრუნდები, რომ ალბათ პირველი კვარტალი ამისთვის რეალობის ანახავად სამწუხაროდ ნათელი მაგალითი იქნება. რაც შეეხება მეორე თემაზეც ვიტყვი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ახალგაზრდები და ბავშვები, რომელთაც რაოდენობა 500 მიუახლოვდა და ჩვენ ერთ მოთხოვნაში არის, რომ ახალ წელს გვინდა რომ ესენი ყველა სახში ვიხილოთ, იმიტომ რომ ის პროცესი შეიძლება ცოტა დროში გაიწელოს, მეორეზე რაც საუბრობთ და ნახეთ გუშინი, რომ ასე ვთქვათ, ის ნაძვისხე არ აინთო, იმიტომ რომ 1500 პოლიციელი იცავდა და მე მინდა რომ სიმბოლურად არც ერთ ოჯახში არ აინთოს ნაძვისხე, სანამ ეს ბავშვები სახში არ დაბრუნდებიან და ჩვენ ვერ ვიზეიმოთ ვერანაირ ახალ წელს მაგათ გარეშე და მინდა რომ ყველა მწვრილი გაიგოს ამისთვის, რომ ეს სწრაფად გავაკეთოთ.